თქვენ კავშირს ხედავთ შტორმის შემდეგ ბათუმის სანაპიროს ახალ ბულვარს, შტორმის შემდეგ ასე გამოიყურება ახალი ბულვარი, ეხლა სილით არის დაფარული სავალი ბილიკი ახალ ბულვარში. და ზღვაზე ფიქსირდება შტორმი. აი ასე გამოიყურება უშუალოდ სავალი ნაწილი ახალ ბულვარში. ძლიერ ქვიშაღორგით და სილით არის სავზე. აქ ასევე უკვე ჩანს, რომ მუშაობს მძიმე ტექნიკაც. როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ და ინფორმაციაც გაავრცელა უკვე ბათუმის ბულვარმა, რომ შტორმის შემდეგ ბათუმის სანაპიროს დასუფთავების სამუშაოები არის დაწყებული. ანუ აქ პრინციპში ფაქტობრივად ეხლა პლაჟი აღარ აღიქმება, პლაჟი თუნდაც დაკავებული აქვს ზღვას. და შტორმს ასე აფიქსირებენ ადამიანები, ფოტოებს იღებენ. ძალიან ხშირია პრინციპში შტორმის შემდეგ და ძლიერი ღელვის შემდეგ, როცა ამ მდგომარეობაში ვარდება ახალ ბულვარში სავალი ბილიკი, სილით და ქვიშაღორგით იფარება ახალი ბულვარი, თუმცა ეხლა არის ესეთი საკმაოდ მძიმე მოცემულობა. როგორც კადრში ხედავთ, სავარაუდოდ ზღვისპირა ბულვარის ინფრასტრუქტურაც არის დაზიანებული. და პრინციპში სავალი ბილიკი არცად ჩანს, ის მთლიანად არის დაფარული ქვიშაღორგით და სილით. და როგორც ხედავთ, კადრში ასევე მუშაობს ტექნიკა, რომ დაასუფთავოს ბულვარის ტერიტორია, კონკრეტულად ახალი ბულვარი, რომელიც ნაპირ გამაგრების მიუხედავად ხშირად ვარდება ამ მდგომარეობაში და ესეთი სურათი ბათუმელებს ხშირად გვინახავს, თუმცა ეხლა მგონი საკმაოდ მძიმე ვითარებაა, ამიტომ სავალი ბილიკი ფაქტობრივად აღარ ჩანს, მთლიანად ის არის სილით და ქვიშაღორგით დაფარული. და ზღვა, სადაც დღეს შტორმია, მთლიანად დაუკავებია პლაჟი, როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ასე გამოიყურება ბათუმის სანაპირო დღეს. გუშინ საღამოდან წვიმს და ძლიერი წვიმა ფიქსირდება და ამიტომაც ეს შედეგი გვაქვს დღეს ბათუმში, კონკრეტულად ახალ ბულვარში. ახალ ბულვარში ვართ ეხლა ჩვენ. მე ბათუმის ბულვარის ბოლო ინფორმაციას გაგაცნობთ. ბათუმის ბულვარი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორგით დააფარა. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. აკვაპარკის მდებარე ტერიტორიაზე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შპს-ის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები. სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება. ჩვენ ახლა აკვაპარკის მდებარე ტერიტორიაზე ვართ, რაც არის ბათუმის ბულვარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული. რამდენიმე ტექნიკაო აღნიშნულია განცხადებაში, მე პრინციპში მხოლოდ ერთ ტექნიკას ვხედავ, აი მეორეც ჩანს, აი ცოტა მოშორებით. აკვაპარკის ცოტა ქვემოდაც ჩანს კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც მუშაობს. ორი ტექნიკური ერთეული ამბოლად არის აქ და მუშაობს უკვე დასუფთავებაზე.
რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, როდის გამოიდარებს ბათუმში, როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, უახლოეს დღეებში, ანუ ხვალდაზე უნდა გამოიდაროს ბათუმში და მზიანი ამინდები უნდა გქონდეს. და ჰაერის ტემპერატურა იქნება სანაპირო რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, ხოლო დღისით 13-18 გრადუსი სითბო. მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოსალოდნელია უმეტესად უნალეკო ამინდები, ზღვაზე ღელვა იქნება 4-5 ბალი. ეს არის უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი. სინოპტიკოსების ინფორმაციით 1 დეკემბრის 21 საათიდან 2 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად გრუბლიანი ამინდით, რო გამოშვებით წვიმა, ღამით ზოგან ძლიერი მაღალ მთაში კი იქნება თოვა. ანუ სინოპტიკოსები როგორც აღნიშნეთ, უახლოესი დღების განმავლობაში ელოდებიან უფრო გრუბლიან ამინდებს, მაგრამ უნალეკოს მთაში მოსალოდნელია თოვა. შტორმი პირველად ნახეთ, თუ ვიღაც კომენტარში გვიწერს, პირველად ბუნებრივი არ ნახეთ, ბათუმში ცხოვრობთ, მაგრამ ვინა ვაჩვენოთ, ვინც ბათუმში ცხოვრობს ან არ ცხოვრობს, რომ ეს მდგომარეობა გვაქვს ახლა ბათუმის სანაპიროზე. და ეს პირველი შემთხვევაც არ არის, როცა ასე ზიანდება ბათუმის ახალი ბულვარი ნაბრეკ გამაგრების მიუხედავად. თან ეხლა როგორც თქვენ კადრებში ხედავთ, საკმაოდ ჩვენგარი დაფარული პრინციპში სანაპირო ზოლი ბილიკი სილქა და ქვიშაქვებით. პლაჟი ფაქტობრივად უკვე იტაცებული აქვს ზღვას, რომელიც დღეს არის შტორმული. ასეთი ვითარება დღეს ბათუმში, ჩვენ ახლა ბათუმის ახალ ბულვარში ვართ. ზღვა არის შტორმული, როგორც კადრებში ხედავთ. და კიდევ ერთი მძიმე ტექნიკა გამოჩნდა, რომელიც დაიწყო ახალი ბულვარის დასუფთავება, როგორც ხედავთ კადრში. მთლიანად სავალი ბილიკი, სავალი ნაწილი არის ქვიშაღვირებით და სილით სავსე. შტორმის შემდეგ ბათუმში ხშირად გვინახავს ბათუმის ახალ ბულვარში ეს ასეთი სურათი, როცა სავალი ნაწილი იფარება სილით, თუმცა ეხლა როგორც ხედავთ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა, ანუ სავსეა და სავალი ბილიკი პრაქტიკულად არ ჩანს და პლაჟი ძალიან დაკავებული აქვს ზღვას, რომელიც არის შტორმული. აქ მუშაობს მძიმე ტექნიკა. ეს ტექნიკა, რომელიც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, ახლახანს გამოჩნდა აქ. და აქეთ ჩემ
რასაც ხედავ, ორი ტექნიკა მუშაობს. ეს არის აკვაპარკის მდებარე ტერიტორია. როგორც ხედავთ, არის ისტორიული საავადმყოფო დღეებში სინოპტიკოსები პროგნოზირებენ უნალექო ამინდს, რუბლიან ამინდს. აი ასე გამოიყურება ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორია ამ წუთებში. ისტორიის შედეგად სილით და ქვიშაყურგით დაიფარა სავალი ნაწილი ბულვარის ახალი ტერიტორიის, ახალი ბულვარის ტერიტორია. ხოლო პლაჟი ფაქტობრივად დაიკავა ზღვამ, რომელიც შტორმულია. უახლოეს დღეებში დღეს საღამოდან სინოპტიკოსები პროგნოზირებენ უნალექო ამინდს, ძირითადად რუბლიან ამინდს. ხოლო მთაში იქნება თოვაო, ესეთია სინოპტიკოსების პროგნოზი. და იმედია ზღვაც აღარ იქნება შტორმი და მოხერხდება იოლად სანაპირო ზოლის დასუფთავება. ეხლა შემოვეცდა ჩვენს ლაივს, მე გაგაცნობთ ბათუმის ბულვარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას, ოფიციალურ Facebook გვერდზე. ბათუმის ბულვარი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოამინდობამ და ძლიერმა შტორმმა ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღურღით დააფარა. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკსი ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. აკვაპარკის მდებარე ტერიტორიაზე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია შპს-ის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები. სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება, აღნიშნულია ბათუმის ბულვარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება სინოპტიკოსების პროგნოზს, პირველი დეკემბრის, ანუ დღეს საღამოს 21 საათიდან საღამოს 9-დან, ხვალ საღამოს 9-მდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო რუბლიანი ამინდით, რო გამოშვებით წვიმა, ღამით ზოგან ძლიერი, მაგრამ მთაში კი მოსალოდნელია თოვა. ჰაერის ტემპერატურა ხვალისთვის იქნება სანაპირო რაიონებში, ანუ ბათუმში 13-18 გრადუსი სითბო დღისით, ხოლო ღამით 5-10 გრადუსი სითბო. ორ დღეს კი, ანუ პარასკევს და შაბათს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ზღვაზე ღელვა იქნება 4-5 ბალი. ეს არის
სინოპტიკოსების პროგნოზი, ანუ ჰიდრომეტეროლოგიური სადგურის ოფიციალური ჩანაწერი. ასე გამოიყურება ბათუმში ზღვა დღეს და ბათუმის ახალი ბულვარი. სავალი ზოლი, როგორც თქვენ ხედავთ, თითქმის დაფარული არის სილით და ქვიშაყორღით. აქ ფეხით გავლა საკმაოდ რთულია, თუმცა ჩანენ ადამიანებიც, რომლებიც ამ დროს ნახულობენ ზღვას, იღებენ ფოტოებს და მათთვის არის განსაკუთრებით საინტერესო სანახავი ზღვა შტორმის დროს. ბათუმში არაერთხელ გვინახავს განსაკუთრებით ეს ტერიტორია შტორმის დროს ანალოგიურ მდგომარეობაში. ეხლა საკმაოდ მძიმე სურათია, როგორც თქვენ გაგხედავთ. ტექნიკა განაგრძობს მუშაობას. ახალ ბულვარში განთავსებული შეზლონგები ამ მდგომარეობაში ახლა და თავისუფლად გავლა პრინციპში უმეტესწილად არის შესაძლებელი უფრო ველობილზე და ადამიანები მოძრაობენ. ხოლო ძალიან ტერიტორია არის სავსე ქვიშაყორღით და სილით. როგორც ხედავთ, აკვაპარკის ტერიტორიაზეც ქვემოთაც მუშაობს ტექნიკა. ველობილიკი, რომელიც შედარებით უფრო ზემოთ არის, აკალა თავისუფლად არის შესაძლებელი და ადამიანები ამ ზოლში მოძრაობენ. ხოლო დანარჩენი სავალი ბილიკი, როგორც ხედავთ, არის სავსე სილით და ქვიშაყორღით. და განაგრძობს მუშაობას მძიმე ტექნიკა. თქვენ ახლა კადრში ხედავთ სავალ ბილიკს ახალ ბულვარში, რომელიც სილით და ქვიშაყორღით არის სავსე. ასე გამოიყურება ბათუმის ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ. აქ უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა, თუმცა ალბათ საკმაოდ რთული იქნება დასაფლავება თაურობის. მაგრამ ზღვა ისევ შტორმულია, როგორც თქვენ ხედავთ კადრში. სინოპტიკოსების ცნობით ხვალისთვის ხოდრო გამოშვებით იქნება წვიმა და გვექნება უნალექო ამბი მომდევნო 2 დღე. აი როგორ გადმოდის ზღვა მთლიანად სანაპიროზე, პლაჟი პრინციპში დაფიქსირებული აქვს ზღვას, რომელიც ახლა შტორმულია. ხოლო სანაპირო ზოლი, სავალი ზოლი არის დაფარული ქვიშაყორღით და სილით. ნაგუსუდანს აქ არის გამოსული. აქ გამოგანია ზღვას.
ასე გამოიყურება სავალი ზოლი ბათუმის ახალ ბულვარში ახლა. ეს მთლიანად არის დაფარული სილით და ქვიშაღორღით და მძიმე ტექნიკა მუშაობს გაწმენდაზე. ადამიანების და როგორც ჩანს მათ შორის ტურისტების ნაწილი არის გამოსული ფოტოების გადასაღებად და შტორმის სანახავად. ალღების აქტიურად შემოდის სანაპიროზე. აქ შედარებით ჩანს სავალი ნაწილი. თუმცა როგორც ნახეთ, კადრში თავად ზვარეცავს პერიოდულად სავალი ზოლის ნაწილს. ასე გამოიყურება ბათუმის სანაპირო ეხლა. ეს ბათუმის ახალი ბულვარია, რომელიც სილით და ქვიშაღორღით არის დაფარული, რადგანაც ზღვა არის შტორმული. უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები და რამდენიმე ტექნიკა მუშაობს. ბათუმის ბულვარმა გაავრცელა ინფორმაცია და მე შემიძლია ახლა წაგიკითხოთ ეს განცხადება, ვინც ახლა შემოვერთა ჩვენს ლაივს, რომ უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაფარა. აღნიშნულია ბათუმის ბულვარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიქზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი.
დაზიანებულია ინფრასტრუქტურა აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია შპს სანდოსმთავრობის სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები. სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება, აღნიშნულია ბათუმის ბულვარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, მე შემიძლია აქ გაგაცნოთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი. სინოპტიკოსების ცნობით 1 დეკემბრის, ანუ დღეს საღამოს 9 საათიდან ხვალ საღამოს 9-მდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, რო გამოშვებით იქნება წვიმა, ხოლო ღამით ზოგან იქნება ძლიერი წვიმა, ხოლო მაღალმთაში მოსალოდნელია თოვა. ჰაერის ტემპერატურა იქნება სანაპირო რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით 13-18 გრადუსი სითბო. მომდევნო 2 დღის განმავლობაში კი, ანუ პარასკევს და შაბათს უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ზღვაზე ღელვა იქნება 4-5 ბალი. ეს არის ოფიციალური სინოპტიკოსების პროგნოზი აროჰიდრომეტეროლოგიური სადგურის ცნობა ამინდის პროგნოზის შესახებ. გუშინ საღამოდან წვიმს ძლიერად ბათუმში, ზღვაზე შტორმია და ამ მდგომარეობაშია ბათუმის ახალი ბულვარი ახლა. მთლიანად სავალი ზოლი არის დაფარული ნატანით, ცილით და ქვიშაღორღით. ჩვენ ნახეთ აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მუშაობს რამდენიმე მძიმე ტექნიკა, ხოლო ამ მონაკვეთზე არ შეხვედრია ტექნიკა.
თქვენ კაცი ხედავთ ბათუმის ახალ ბულვარს, რომელიც არის ნატანი და სილით სავსე, რადგანაც ზღვა შტორმულია. და ასე გამოიხურება ბათუმის ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ. უკვე დაწყებულია დასუფთავების სამუშაოები ამ პერიმეტრზე, რასაც ახლა თქვენ კაცი ხედავთ, აქ ვერ ხედავთ ტექნიკას, მაგრამ აკვაპარკის ტერიტორიაზე და აქედანაც არ ვიცი კაცი რამდენად ჩანს, აკვაპარკის მიმდებარედ გამოსულია მძიმე ტექნიკა და უკვე მუშაობს. თუმცა ამონაკვეთში არ შეგვიძლია ტექნიკა, რომელიც ასუფთავებს სანაპიროს. თუმცა ბათუმის ბულვარმა გაავრცელა ასევე ინფორმაცია, რომ უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში წვიმა მხოლოდ რო გამოშვებით არის მოსალოდნელი ხვალისთვის, ხოლო შემდეგი 2 დღე იქნება უნალექო. ასე გამოიყურება ბათუმის ახალი ბულვარი ახლა. აი ამ მონაკვეთში შედარებით სავალი ნაწილი ნაწილობრივ თავისუფალია, ან სულად არ არის დაფარული ნატანისგან და სილისგან. აი ასე გამოიყურება ბათუმის ახალი ბულვარი დღეს, როცა ზღვა არის შტორმული, ხოლო ეს მონაკვეთი უკვე შედარებით თავისუფალია, როგორც ეს მონაკვეთი უკვე გაწმნდეს. და გავლა უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი. აქ მოიხსენებათ, რომ ხიდიც შედის პროფესორად პირსია ზღვაზე შესაძლებელი. მე აქედანაც გადავიხედავ, რომ ნახოთ რამდენად თამბეჭდავია ზღვა აი ამ სანაპიროდან. როგორც ვთქვათ, საკმაოდ ბევრი ადამიანი აქ, ტურისტები ან არატურისტები, რომლებიც თვალს ადევნებენ ამ სანახაობას, ანუ შტორმს. Слышал, да, про Стамбул?
საკმაოდ ძლიერი ღელვა, როგორც ხედავთ, შტორმულია ზღვა და ასე გამოიყურება ბათუმის სანაპირო. დღეს 1 დეკემბერია, უკვე ზამთარი დადგა და როგორც ჩანს დაიწყო კიდეც უკვე ხმებას. ახალი ბულვარის ტერიტორია არის სავალი ნაწილი ნატანი და ქუშაღორგის სავსე, თუმცა დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია. ვინც ახლა შემოუერთდა ბათუმელების ლაივს, მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ბათუმის ახალ ბულვარში, სადაც შტორმმა პრინციპში დაიკავა პლაჟი და სავალი ნაწილი, რაც არის ახალი ბულვარის სავალი ბილიკი არის სავსე, ნატანი და ქუშაღორგი. ბათუმის ბულვარმა გაავრცელა ინფორმაცია და მე შემიძლია წაგითხრათ კიდევ ერთხელ ეს ინფორმაცია, ვინც ახლა შემოუერთდა ბათუმელების ლაივს, რომ უამედოვანდა ძლიერმა შტორმმა ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღურგით დაფარა, აღნიშნულია ამ განცხადებაში, ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა აკვაპარკის მდებარე ტერიტორიაზე, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია შეფასების სანასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები. სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება, აღნიშნულია ამ განცხადებაში. ეს არის ბათუმის ბულვარის ოფიციალური Facebook გვერდი. ეს მათ განცხადება დაახლოებით 1 საათის წინ დადეს. რაც შეეხება ამინდის ოფიციალურ პროგნოზს, რაც შეეხება ამინდის პროგნოზს 1 დეკემბრის ან დღეს აღამოს 9 საათიდან 2 დეკემბრის 9 საათამდე აჭარაში არის მოსალოდნელი უმეტესად ბუბლიანი ამით, რო გამოშვებით წვიმა, ამით ზოგან ძლიერი წვიმა. მაგრამ შემოსალოდნელია თოვა. სინოპტიკოსების ცნობით ჰაერის ტემპერატურა იქნება სანაპირო რაიონებში, ანუ ბათუმში მათ შორის ღამით 5-10 გრადუსი სითბო, ხოლო დღესით 13-18 გრადუსი სითბო. მომდევნო 2 დღეს კი, ანუ პარასკევს და შაბათს არის მოსალოდნელი უნალექვა ამინდი, ხოლო ზღვაზე ღელვა იქნება 4-5 ბალი. ეს არის ოფიციალურად ჰიდრომეტეროლოგიური სადგურის ოფიციალური ინფორმაცია, რაც მე თქვენ ახლა გაგაცნობთ. ადამიანები და დიდი ალბათობით ტურისტები ინტერესს დაგვიდებიან ამ პროცესს. შტორმს, რომელიც დამეთაყობით ერთგვარი სანახაობაც არის, ძალიან ბევრი საქმეა ინფრასტრუქტურის კუთხით ამ წუთისთვის ბათუმის ახალ ბულვარში, რომლის სადაც უკვე დასუფთავება დაიწყეს. სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ნაწილი არის თავისუფალი უკვე სავალი ბილიკის ნაწილი, თუმცა სავალი ბილიკის თითქმის მთლიანი ნაწილი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე აკოპარკთან ახლოს არის სავსე, ნატანი და ქვიშაღორგით, ისე რომ გავალაც არის პრინციპში ძალიან რთული, თუმცა არ უცამნად ჩანს კადრში, მუშაობს უკვე მძიმე ტექნიკაც, ეს აკოპარკის მიმდებარე დგას რამდენიმე მძიმე ტექნიკა, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს გაწმენდითი სამუშაოები. ასე გამოიყურება ბათუმის ბულვარი დღეს, ეს ახალი ბულვარია, ეს მონაკვეთი, რომელიც შტორმის დროს ხშირად იფარება ნატანით და ქვიშაღორგით, თუმცა დღეს გონი განსაკუთრებული სურათია, როცა თითქმის მთლიანი სავალი ბილიკი არის სავსე, ნატანით და ქვიშაღორგით სილით. ჩვენ აუცილებლად მოგავსით ინფორმაციას მათ შორის იმაზე, თუ
დაზიანდა თუ არა რაიმე ამ შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარში ან როგორ დასუფთავდება და როდის დასუფთავდება ბათუმის ახალი ბულვარი. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდანეთ გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ეს ბათუმელების ლაივი იყო, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.